არ ვიცი საიდან უნდა დავიწყოთ საუბარი დაჭერებიდან თუ ეკონომიკის მინისტრის ცვლილებებიდან მოდი მაინც ეკონომიკის მინისტრიდან დავიწყოთ თქვენ როგორ აღიქვავთ ამ ცვლილებას რეალურად მართლაც ფიქრობთ თუ არა რამეს შეცვლის ეს ეკონომიკასთან მიმართებაში მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში რა თქმა უნდა ეკონომიკა ჩემთვის მაინც განსაკუთრებულად კივნეული თემა არის იმიტომ რომ ბიზნესიდან მოვდივარ და ბიზნეს ასოციაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლავდით და ამიტომ განსაკუთრებით ვაკვირდებით ამოვლენებს. მოდი ლევან დავითაშვილზე პოზიტიურად ვისაუბრეთ იმ კუთხით რომ ალბათ ერთადერთი ადამიანი იყო ვისთანაც შესაძლებელი იყო კომუნიკაცია და უბრალოდ სწორად მიგეწოდებინა ინფორმაცია და რა თქმა უნდა სწორად აღეკვა და ადეკვატური პასუხი გაეცა უბრალოდ ნუ იყო თემები როდესაც პოლიტიკური ნება არ იყო და რა თქმა უნდა გადაწყვეტილებებს ვერ იღებთ. ამიტომ ხა იმაზე საუბარი რომ ეკონომიკის მინისტრი დღეს განსაკუთრებით ამ სიტუაციაში ვინ იქნება რა თქმა უნდა ზედმეტი ამასთან დაკავშირებით საუბარი ხა მარიამთან დაკავშირებით ზოგადად გამიჭირდება რაღაც ერთადერთხელ ქონდა ჩვენ კვეთა როდესაც ის მე მგონი ტურიზმის მიმართულებით ხელმძღვანელობდა და მთის კურორტებთან დაკავშირებით რაღაცა დანარჩენი რა თქმა უნდა მასთან კვეთა არ ქონია. დღეს როდესაც ჩვენ უყურებთ რომ ეს არის ვერტიკალური მმართველობა და აქ აბსოლუტურად არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება არც ერთ მინისტრს და არც ერთ პერსონას არ შეუძლია მიიღოს გარდა ერთი ადამიანისა ამიტომ ამ ცვლილების გაკეთება ნუ მით უმეტეს იმ რაცაც ჩვენ უყურეთ რომ რაღაცა მრჩევლად გადაყვანა მინისტრის რომელიც თურმე უკეთესი მრჩეველი იქნება ვიდრე მინისტრი ნუ არ ვიცი აბსურდულია აგრეთვე ხა ძალიან კარგად დაიწყო თამარმა რო კი რა თქმა უნდა ხა დაემთხვა ეკონომიკური ზრდა და ასე შემდეგ ბუმი იმიტომ რომ საომარი ვითარებით ალბათ სოფლიოში თუ კი ვინმე მისარგებლა ერთ-ერთი არის საქართველოს და შესაბამისად რა თქმა უნდა ამის მიწერა ლევან დავითაშვილს ესე მხოლოდ გაუჭირდება არასწორი იქნება თავისთავად ამიტომ ამით განსაზღვრა, თუმცა იგივე პანდემიის პერიოდში, როდესაც ლევანი ხელმძღვანელობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ნუ მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ სმარტად მართეთ ის პერიოდი. ერთადერთი რაც შემიძლია, ესე დადებითად, ასე ვთქვა, დანარჩენი მინდა რომ მას წარმატებები უსურვო. ხა რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ეკონომიკური ზრდაზე ზოგადად საუბარი, ანუ მხოლოდ ციფრებით, რა თქმა უნდა, აბსურდულია, მათ შორის როგორც გამოაქვეყნეს თურმე ამ ხელფასებთან დაკავშირებით, რომ ნუ ხელფასი საშუალო არის კი, რა თქმა უნდა, ხა როდესაც პირობითად ვიძახი 10 ადამიანიდან 2-ს აქვს 10,000 ხელფასი და დანარჩენ 8-ს აქვს 500 ლარი, საშუალოდ გამოვიანგარიშებთ და გამოვა 7-800 ლარი ხელფასი. ანუ რა თქმა უნდა, მათემატიკურად როგორ ითვლება, აქაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რა თქმა უნდა, ხა ეკონომიკური ზრდა სექტორების მიხედვით თუ არ დაიყო და თუ არ ვნახეთ რომელი სექტორი სათხეირობს და რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდით კონკრეტულად 10 კომპანია იღებს, თქვა, დიდ შემოსავალს, 100 იღებს, 100 მცირე მეწარმე 1000 თუ მილიონი, აქა ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რომ ჩაიშალოს და ამაზე პრეზენტაცია გაკეთეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ესეც ციფრების ბრახუნე არის. კი, არის რეალურად, მაგრამ ეკონომიკური ზრდა არ აისახება ჩვეულებრივ მოქალაქეებზე და პირდაპირ პროპორციულად იზრდება სოციალურად დაუცველები და პირდაპირ პროპორციულად, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ ჯერ კიდევ მზარდი არის პროდუქციაზე ფასები. ამიტომ რაღაცა ისე მშვიდად რომ ვისაუბროთ, რომ კაი ვითარება არის დღეს ეკონომიკურად საქართველოში და ეკონომიკა დუხს, უბრალოდ მე ვერც ერთ პროექტს ვერ გავიხსენებ, სადაც უცხოური ინვესტიცია ჩადებული და განსაკუთრებით ხა ბოლო პერიოდში რეინვესტირებაც კი, ანუ საკმაოდ შემცირებული არის, ანუ სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემების მიხედვით, რა თქმა უნდა, ხა თუ არ ჩავთვლით მშრალ პორტზე, რომელთან დაკავშირებითაც, ანუ წლების წინ იყო ეს პროექტი დაწყებული და ნუ ჯერ კიდევ ბოლომდე მიყვანილი არ არის. მათ შორის ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როდესაც კობახიძე პრემიერა დაინიშნა და ემირატებში ჰქონდათ ვიზიტი და 6 მილიარდიან ინვესტიციაზე იყო საუბარი, თუმცა ხა მემორანდუმის გაფორმება ბიზნეს განსაკუთრებით კარგად ესმის, რასაც ნიშნავს, არანაირ პასუხისმგებლობაზე არ არის საუბარი, მემორანდუმი არის ხელმოწერილი ფურცელი, სადაც ვალდებულება რო გააკეთოს, არა რა თქმა უნდა და ჩვენ ვერც ერთი პროექტი, რა თქმა უნდა, მას შემდეგ არც გაგვიგია არც ეს პროექტთან დაკავშირებით, ხო შეიძლება კონკრეტულ რაღაც პროექტი ყოფილიყო, რომ ეს დაიწყო ამ პროექტთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები, მუშაობა დაიწყო ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, წუხარ, მაგრამ ესეც რეალობა არ არის, ამიტომ ზოგადად მოვლენები როგორც ვითარდება, არის იმის ალბათობა, რომ რაღაცა მალე ახლო პერსპექტივაშიც მოფსლებში რაღაც ბევრი რაღაცა შეიცვალოს, მით უმეტეს გვანახა, რომ ირანი ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი იყო რუსეთისთვის და ფაქტიურად მთელი ინფრასტრუქტურა, რითიც ის რუსეთს ამარაგებდა, გაუნადგურეს, ეს ძალიან კარგი არის, შესაბამისად რუსეთი არის საკმაოდ დასუსტებული და ამ ომის დიდხანს გაგრძელებას ვერ შეძლებს. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი არის, ვხედავთ ჩვენ, რომ ევროკავშირი საკმაოდ აქტიურად უდგას
განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთი, უკრაინას და უკრაინა ძალიან მამაცურად დგას ბოლომდე და ბოლომდე მიიყვანს აბრძოლას. ძალიან ბევრი რამე არის საქართველოში დამოკიდებული პირდაპირ რუსეთ-უკრაინის ომზე და რა თქმა უნდა ცალსახად ხა არავის არ ეგონოს რომ ეს რუსეთის გამარჯვებით დასრულდება, მით უმეტეს სასაცილო არის რომ იგივე ქართული ოცნების მეხოტბეები არ ვიცი რატომღაც ირანს რაღაცა კუთხით იცავდნენ რომ თურმე რა სისასტიკეს ჩადის ისრაელი რომ ბომბავს ანუ ძალიან სასაცილო უბრალოდ უკვე დასაცილო ანუ სასაცილოც აღარ არიან უბრალოდ ანუ არეულები არიან საერთოდ დროში და სივრცეში ამიტომ ასე რომ საქართველოს უკრაინის წარმატება და საქართველოს წარმატება ერთ-ერთში იქნება თუმცა ეს პერიოდი მინდა გითხრათ ჩვენთვის იქნება საკმაოდ კიუნეული იმიტომ რომ ინვესტიციები არ იქნება საქართველოს შემოსული და რა თქმა უნდა ეკონომიკურად სერიოზული პრობლემების წინაშე დადგება უბრალოდ ქვეყანა. მინდა რომ გავაგრძელოთ ინვესტიციები ახსენეთ. შემცირებულია მართლა ბოლო კვარტლებში ვხედავთ რომ მუდმივად მცირდება რაც მოსალოდნელიც იყო პრინციპში იმ ანტიდასავლური კურსის გათვალისწინებით. ჩაგეჭრები ანუ აქ რეინვესტიციები ზოგადად ინვესტიცია არ არის. ინვესტიციას ვერ გავიხსენებთ რომ აქ რაღაც ინვესტიცია განხორციელდა კიდევ ერთხელ ვიტყვით თუ არ ჩავთვლით მშრალ პორტს. ამიტომ რეინვესტიციებიც კი ადამიანებმა, მათ წარმატებულმა ბიზნესმა ბოლო თვეების განმავლობაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე უბრალოდ შეაჩერხა სამშენებლო სექტორზე არ არის ლაპარაკი, რომელსაც გარკვეული პროექტები დაწყებული ქონდა და გრძელდება. თუ რაღაც ეკონომიკური ზრდა არის ძირითადად რომ დავაკვირდეთ ჩვენ ვნახავთ რომ ეს არის აქ არის რეექსპორტის ხარჯზე საკმაოდ რაღაცა ისეთი დიდი წილი უჭირავს. ამიტომ რაღაცა ეხა რეექსპორტი რომელსაც კონკრეტულად ერთი კომპანია აკეთებს, რომლის დამფუძნებელი შეიძლება ერთი პირი იყოს და ორი პირი იყოს, რომელმაც შეიძლება კოლოსალური მოგება მიიღოს და ასე შემდეგ რაღაც სხვადასხვა მიმართულებები ხა დეტალებში კიდე არ მინდა. თვითონ გარემოზე მინდა რომ გავაგრძელოთ, ისედაც გაუარესებული იყო საინვესტიციო გარემო ბოლო პერიოდში ბოლო რამდენიმე წელია და ამას ემატება უკვე ბოლო დღეების განმავლობაში, რასაც ვუყურებთ, ეს პოლიტიკური ლიდერების ოპოზიციის წარმომადგენლების დაჭერები, რაც სავარაუდოდ კიდევ უფრო გააუარესებს საინვესტიციო გარემოს. თქვენ როგორი მოლოდინი გაქვთ? საინვესტიციო გარემოსთვის ნომერ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის რა თქმა უნდა სასამართლო ხელისუფლება, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და მათ შორის როდესაც ასოციაციას მე ხელმძღვანელობდი და არაერთი პრობლემა ყოფილა სასამართლოსთან დაკავშირებით და არაერთხელ თქვენი ეთერის საშუალებით გვისაუბრე იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად არის დროში გაწელილი პროცესები ჯერ კიდევ მაშინ ანუ წლების წინ 7-8 წლის წინ საუბრობდი რომ დროში გაწელილი პროცესები ბიზნესისთვის იყო უბრალოდ კოშმარი და ხშირ შემთხვევაში უბრალოდ ბიზნესები იხურებოდა აქედან გამომდინარე. ეხლა ჩვენ საერთოდ რადიკალურს უყურებთ, რომ ანუ დღევანდელი სასამართლო არის თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული, ანუ მთლიანად პოლიტიკური პროცესები მიდის და რა თქმა უნდა, ეხლა უყურებთ, რომ იქ არის რაღაც გარკვეულწილად საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაშე დგანან, არ ვიცი, ეხლა მას კვანური მმართველობა ქვია, რა ქვია, როგორ ქვია, ანუ გადაწყვეტილებებს როგორც იღებენ უყურებთ, ამიტომ ეხლა იმაზე საუბარი, რომ ვიღაცამ ინვესტიცია გააკეთოს და მისი ინვესტიცია აქ დაცული იქნება ამ ქვეყანაში, ცალსახად, რა თქმა უნდა, ეს აბსურდი არის და ვერც ერთი თუნდაც ადგილობრივი ბიზნესმენი პარტნიორებს უცხოეთიდან რომ ინვესტიცია მოიზიდოს, ძალიან გაუჭირდება იმ პირობებში დარწმუნება, როდესაც უყურებენ რომ ქვეყანას ყავს, არ ვიცი, პოლიტპატიმრების ათეულობით პოლიტიკური პატიმარი ინვესტორისთვის რომ აქ მისი უფლებები დაცული არასოდეს არ იქნება. ნუ ეს არის ხა რა თქმა უნდა ეს არის განგაში სიგნალიც არ ქვია უბრალოდ აქ ინვესტიტორ რამდენადაც თქვა იმ მიმართულებით რომ თქვა ბიზნესის კეთება ძალიან მარტივია ხო აქ კომპანიის დარეგისტრირება და ასე შემდეგ აქ არ არის ძალიან მარტივია რა თქმა უნდა დუის ბიზნესში კი დაწყება რა თქვა მოწინავე ვარ და ასე შემდეგ რაღაც იგივე საგადასახადო სისტემა ავიღოთ იგივე საბაჟო სისტემა რა თქმა უნდა ძალიან მოქნილი არის ნებისმიერი ბიზნესმენისთვის მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ის თავს დაცულად ვერ იგრძნობს და ანუ ნებისმიერ დროს შეიძლება მისი ბიზნესი საფრთხის ქვეშ დადგეს თუ ვინმე რაღაც მოინდომა ფიქრობ ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ამიტომ აქ რაღაცა უცხოური ინვესტიციაზე მით უმეტეს ხარ როდესაც ერთის ხრივ ჩვენ გვახსოვს რომ თქვა ძალიან ომახიანად საუბრობდნენ იგივე არჩევნებამდე 1 წლის წინ 2 წლის წინაც ქართული ოცნება რომ ნარატივი ქონდათ რა თქმა უნდა ჩვენ ევროპისკენ მივიდვართ ევროპა გვინდა აი ჩვენ ეს გავაკეთეთ დღეს პირდაპირ საუბრობენ რომ ევროპა მათთვის საინტერესო არ არის იმიტომ რომ თურმე რაც იყო საბჭოთა კავშირის დროს რო იყო
საქართველოს მონობაში, იგივე მონობაში არ უნდა მოექცეს ევროპასთან, არა, შემოკარგებო. სიცრუაა ეს. ევროპა არ არის დამპყრობელი. დამპყრობელი არის რუსეთი. რუსეთი იტაცებს ჩვენ ტერიტორიებს, რუსეთი იტაცებს ადამიანებს და რუსეთი კლავს. ევროპა არის ჩვენი მეგობარი, არავითარ შემთხვევაში. ევროპას არანაირი ინტერესი არ აქვს. ევროპას და ამერიკას აქვს კოლოსალური თანხები ქვეყნის განვითარებაში ჩადებული და სრულიად აბსურდია და სრული ტყუილია ისიც, რასაც საუბრობენ, რომ თურმე ევროპული უცხოური დაფინანსებით, რა თქმა უნდა, ევროპიდან და ამერიკიდან ფინანსდებოდა ქვეყნის გადატრიალება თუ არ ვიცი ასე შემდეგ. ანუ იცით რა ამაზე უკვე ამის მოსმენაც კი აბსურდული არის და უწუხვა, რომ სხვადასხვა ტელევიზიებით ხდება ამ ნარატივის წაყვანა და იმ ადამიანების, რა თქმა უნდა, შეცდომენ შეყვანა და პირველი რასაც ალბათ გააკეთეს ბოლო წლების განმავლობაში, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად უჭერენ განათლებას, იმიტომ რომ განათლებული ადამიანი არავის არ ჭირდება და ნუ ეხლა ძალიან კაი პროექტი არის, მაგალითად, რომ 2026 წლიდან საერთოდ სახელმწიფო გამოცდები არ ჭირდება პირდაპირ ჩააბარებს. ანუ საერთოდ ესე იგი იურისტი იქნება, ექიმი იქნება, არ ვიცი, ვინ იქნება, ვინ გამოვა, ინჟინერი გამოვა, ანუ ადამიანს თუ განათლება არ ექნება, ეს არის უბედურება. ყველაფერი საბოლოო ჯამში დგას განათლებაზე და როდესაც სახელმწიფოს არ უნდა რომ ყავდეს განათლებული, ეს არის ძალიან მარტივი, რომ იბატონო გაუნათლებელ ადამიანზე და სამწუხაროდ ჩვენ აქით მივდივართ, რაც არის ძალიან პრობლემური. თუმცა ძალიან დიდი ინვესტიციას დება და იმასაც ვიტყვი, არაერთი პროექტი, რომელიც იგივე ჩვენ ასოციაციის ფარგლებში ქონია, პირველი პირდაპირ პროპორციულად მიმართული იყო ცნობიერების ამაღლებაზე, განათლებაზე, რომ თქვა მეტი ცნობიერება მიიღოთ ასოციაციის რა თქმა უნდა, წევრ კომპანიებს, რომ თქვა რა არის უკეთესი და რა უნდა გააკეთო, რომ ევროკავშირის ბაზარზე მოხდე, ზოგადად გახდე იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ქვია, ასე რომ ევროპა მტერი არ არის. ევროპა არის ჩვენი ყველაზე დიდი მეგობარი. ქართული ბიზნესი ვერ ახერხებს აითვისოს ის შესაძლებლობები. არა, ნუ ნახეთ რა შესაძლებლობები უნდა აითვისოს ქართულმა ბიზნესმა დღეს, როდესაც სახელმწიფო მომართულია, რომ ევროპა არის შენი მტერი და იმის მაგივრად, რომ თქვა ევროპისკენ მივილტოდეთ და მიყვავდეს ბიზნესის წარმომადგენლები და იმ კეთილდღეობას ვაძლევდეთ, პირიქით უკეტავთ და ძალიან ცუდი ხარ, როდესაც მიდის საუბარი იგივე სავიზო რეჟიმის შეზღუდვაზე, ამას პირდაპირ შეიძლება მოყვეს და შეწყვიტონ free trade agreement, რომელიც არის ქართული ბიზნესის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ ის ტარიფები, რომელსაც საბაჟო ტარიფები ქვია იმ ქვეყანაში, სადაც შეაქვთ ევროპულ ქვეყნებში, რა თქმა უნდა, ისევ დაწესდება და ევროპულ პროდუქციაზე კვლავ დაწესდება 12%-იანი გადასახადი იმპორტის შემთხვევაში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს პროდუქციას. და რო გითხოთ, ერთია უცხოური ინვესტიციები და მეორე ადგილობრივი ბიზნესი, რომელიც ზოგადად არ გამოირჩევა ხოლმე, ასე ვთქვათ, ხმამაღალი განცხადებებით, რომ 1-2 კომპანიას თუ ხედავთ, 1-2 კომპანიის დამფუძნებელს, ვინც ღიად ამბობს, რომ ეს პროცესები, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში, დამაზარალებელია ქვეყნისთვის. შესაძლოა ასე ფიქრობენ ბევრნი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ეს ხმა ჯერჯერობით არ გვესმის ბიზნესისგან, ახლაც, როდესაც ოპოზიციის ლიდერებს ასე ცალსახად იჭერს ოცნების ხელისუფლება, ეს ხმა მაინც არ ისმის. როგორ ფიქრობთ, ამ ბიზნესებს, რომლებიც დღეს აკეთებენ საქართველოში ბიზნესს, არ ეშინიათ, არ გრძნობენ საფრთხეს თუ გრძნობენ უბრალოდ საუბარი არ უნდათ თუ როგორი სიტუაცია? ხა იმაზე საუბარი რომ საფრთხეს არ გრძნობენ პირიქით, ანუ ბოლო მოვლენებმა განსაკუთრებით ანუ ეს შიდა კომუნიკაცია თქვენ პროგრამა. ვიტყოდი რომ იგივე რომეო მიქაუტაძე სანამ სახელმწიფო სამსახურში წავიდოდა, უფრო ბიზნესთან ასოცირებული იყო და რა თქმა უნდა არ იყო ისე ხა რაღაცე რომ როგორც ზოგადად ხდება, არაერთი გვინახავს ესეთ გამოთქმა საინტერესო ცალცალი კალოშით მოსული ქართულ ოცნებაში, რომ მე კოლოსალური თანხებით, საიდან, ანუ თან არც ინტერესდებიან, ხო გესმით ახლა და რომეოს მაინც რაღაცა ქონდა მე მაკავშირებს ამ ადამიანთან გარკვეული ურთიერთობები და ათეულობით წლები არის და ძალიან გასაკვირი იყო უბრალოდ, რომ ეს ადამიანი ესე მე ვიტყოდი, რომ რაღაც ვარაკად შეწირეს და ეს იყო ალბათ ის, რომ აი ჩვენ არავის არ დავინდობთ და ზუსტად ვიცი რომ გარკვეული პრობლემები აქვს რა თქმა უნდა იმ ბიზნესმენებსაც კი რომლებიც ქართული ოცნების მეხოთბეები არიან ახლა აღარ ვსაუბრობ მცირე და საშუალო ბიზნესზე და იმ ბიზნესზე კომუნიკაცია არის ზუსტ არა კომუნიკაციის პრობლემა კაკრას არანაირად არ არის ანუ კომუნიკაციის პრობლემას აქ ჩვენ საერთოდ ვერ ხედავთ პირიქით ანუ მოლოდინის რეჟიმში არიან ხვალ ვის რა მოუნდება ანუ აქ ხო სამართლიანობაზე ამ ქვეყანაში ჩვენ საუბარი არ აქვს ხა ორი ადამიანი რომელმაც სახელმწიფოში, როდესაც სახელმწიფოდ ყალიბდებოდით 90-იან წლებში, შაუბნელ 90-იანებში შექმნეს საფინანსო ინსტიტუტი,
რომლის წყალობითაც არაერთი ბიზნესი განვითარდა ჩვენ ქვეყანაში. არ ვიცი, ბადრი და მამუკა სამაგალითო ადამიანები არიან და მათ მინდა რა თქმა უნდა დიდი მადლობა გადაუხადო იმ მამაცი ბრძოლისთვის ზოგადად რა ბრძოლაშიც ისინი არიან ჩართული. ხა მართალია ჩვენი პოლიტიკური ინტერესები არ ემთხვევა და ცალსახად ვემიჯნებით, თუნდაც აი დამტკის და კიდევაც, რომ იმ არასამართლიან არჩევნებში შესვლაც კი, რომელიც ხაფანგი იყო ოცნების, ანუ პირდაპირ არ არის სწორი და რა თქმა უნდა ცალსახად ხა, როდესაც თუ არ აღიარებ პარლამენტს, თუ არ შედიხარ, მაშინ იგივე არჩევნებში შესვლა თვითმმართველობის, რა თქმა უნდა, აბსურდულია დამტკის და კიდევაც, რომ ნუ არ ვიცი, მე ნამდვილად არ ველოდებოდი, რომ მამუკას და ბადრის დაიჭერდნენ, იმიტომ რომ რა ვიცი, გარკვეულწილად. არა, იცი რა, ხა, როდესაც თქვა იგივე გირაოს არიხდი და ასე შემდეგ უფრო რადიკალური გზით მიდიხარ, კიდე დასაშვებია, მაგრამ ხა, როდესაც გირაო გადახდილი გაქვს და შესაძლებელი არის, რომ მოხდეს გირაოს ჯარიმაში გადატანა, როდესაც მით უმეტეს ზაობა გაქვს, რომ არჩევნებში ვიღებ მონაწილეობას, ანუ რა გამოდის, რომ ქართულმა უცნებამ მინდორი თავიდან ბოლომდე მოინთავისუფლა მიუხედავად იმისა, რომ თქვა ხვალ იმ საარჩევნო პირობებში და ადმინისტრაციის პირობებში ვინც ყავთ, უბრალოდ არ აქვს მნიშვნელობა ვის ჯოხით რომ დადონ, ჯოხი მოიგებდა ამ არჩევნებს, მოიგებს, ანუ თვითმმართველობის არჩევნებს აქ ილუზია არის რომ რაღაცა შევიდეთ, ამიტომ თქვა ეს არის განგაში სიგნალი ბიზნესისთვის, იგივე მამუკას და ბადრის დაჭერა, ეს არის ძალიან ცუდი, ხა ბიზნესი არასდროს არ ლაპარაკობდა ანა ხმამაღლა და ნუ განსაკუთრებით ხა როდესაც 2012 წლის მიწურულზე გვაქვს საუბარი რაღაცა, როდესაც შედავით ესეთ რეპრესიებზე და ასე მე ვფიქრობ, რომ ეს მასშტაბები გაცილებით უფრო გაზრდილი არის. ეხლა ჩვენ თუ რაღაცას იმას ეხლა დღეს ვერ ხედავთ, ანუ დამერწმუნეთ, რომ ის რაც იმ პერიოდში არსებული პრობლემები ამოტივტივდა, გაათმაგებულია, უბრალოდ დღეს ამაზე არავინ არ საუბრობს. ეხლა თუნდაც იგივე არ შემეძლია არ თქვა, რომ ერთ-ერთი ჩვენი კოალიციის წევრი, რომელიც ტყვეობაში იმყოფება, დაიჭირეს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ საბას ხვიტარიძეს და ანუ ეს თურმე დღეს არაფერი არ არის და თურმე 2000 წლამდე ეს უბედურება იყო. ამიტომ ვფიქრობ, რომ კი ბიზნესი დღეს თუ ხმამაღლა არ იღებს, ეს არ ნიშნავს, რომ კომფორტულად გნობენ თავს და მინდა გაგახსენოთ, რომ იგივე free business-ში როდესაც საიტი არსებობდა, ათასობით კომპანია დარეგისტრირდა და უბრალოდ დაიხურა რაღაც პერიოდში და კიდევ სურველი გაცილებით მეტი იყო და ეს ხმა არის სწორედ ის ხმა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის, რომელიც გამოთქვას უკმაყოფილებას იმ მართლობის მიმართ, რომელიც დღეს არის, რომელიც აუცილებლად დასრულდება და იქნება დემოკრატიული და კოალიციური მართლობა ჩვენ ქვეყანაში. ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მადლობა, რომ იყავით. მადლობა მოწვევისთვის. თქვენი შეფასებები